აბა მოგესალმებით ყველას. ახლა გაგვიძებული მე. და ახლა მინდა რომ მოვიწესრიგო სახე. ჩავიტარო მინიმალური მოვლითი პროცედურები. სანამ ძალიან არცხელა, ჯერ კიდევ მეხალისება. და თქვენთან ერთად გავიკეთებ მოკლედ ძალიან ისეთ ყოველდღიურ მაკიაჟს. ბოლოს ვიყიდე აი ეს მიცერალური წყალი. შოთაშორის ძალიან მომწონს. სუფთა სახლში ვიყიდე. კარგი აქცია იყო. ეხლა უკვე აღარ მახსოვს ფასი, მაგრამ სუნიც კაი აქვს. სხვა მიცერალურ წყლებთან შედარებით ძალიან ბიუჯეტური მომეჩვენა. და ამიტომ ვიყიდე. მეთქი დავტესტავ თქო, ადრე მასე ბიუჯეტურად ვიყიდე ერთი მიცერალური წყალი და ის არ მომეწონა, სუნი მანგოსი იყო და სუნი არ მომეწონა საშინლად და ეს მომწონს, ის სხვა ბრენდი იყო, არ ვიცი, აღარ მახსოვს, მაგრამ ეს ძალიან მომწონს, სხვა დროსაც ვიყიდი ალბათ. Face, lips, eyes. მოკლედ როგორც აქ წერია, მაკიაჟის მოსაშორებელია, ასევე გამწმენდი და ატენიანებს უკანსო. ასე გვპირდება მწარმოებელი. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან კარგად ხმარობ. თან ცეთი დიდი არის 500 მლ-იანი შეფუთვით. ცოტა გამიშრეს ჩემი ფერმქთალი სახე. ესეც ჩემი დილის მოვლა. რამდენიმე დღეა რაც დავიწყე აი ეს სებამედის საცხი. თვალზე წასასმელი არის. სხვათა შორის არ გავს კონსისტენციით სხვა თვალის კრემებს, რაღაცით მზის დამცავს მაგონებს. ვიყენებ აი ესეთ კოდალის შრათს. აი ასე. ეხლა დაველოდები ის გაშრება და მე მინდა წავისვა აი ეს ლიერაკის დამატენიანებელი, რომელიც უკვე მითავდება, რაც აკვარ სულ ამას ვისვამ და მე მგონი 1 წასმაც დამრჩა, ან მაქსიმუმ 2. ცოტა შემაშრეს შრატი. მე მგონი ხვალაც ნეყოფა. ამ კრემს ძალიან კარგი სუნი აქვს. ძალიან მომწონს. კონსისტენციაც ძალიან სასიამოვნოა. აი ასე დავიტენიანე სახე. სულ ეს იყო ჩემი მოვლითი პროცედურები. ეხლა ცოტა შემაშრეს და დავიწყებ უკვე მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებას. მე ზაფხულში და საერთოდ ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვისვამ ტონალურს. განსაკუთრებით ყოველდღიურობაში საერთოდ აღარ ვიყენებ, მაგრამ ყოველთვის ვიყენებ კონსილერებს უფრო სწორად. მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ძალიან მომწონს ის ეფექტი, რომელსაც გვაძლევს კონსილერი. ჯერ ვიყენებ სტაფილოს ფერს. მერე ამთიც მოვიწმენთ. თითით ავიდებ ხოლმე და მაგრამ გრძელი ბჭყილი როცა მაქვს, უკვე ვეღარ ვიღებ ხოლმე წესიერად. ჯერჯერობით კიდევ შემიძლია. და კატრისის კონსილერი. აი ესე. ეგეც შეიძლება. ისე ერთი წუთით საკმარისი იქნებოდა. საკმაოდ პიგმენტური კონსილერია, მაგრამ ადრეც მithქვამს ბევრჯერ რომ beauty blender-ი ჭამს პროდუქტს. მაგრამ თითებით ხანდახან მეზარება ხოლმე. მიჩვენია ესე უცებ, ესე უფრო სწრაფია. მაგრამ თითებით უფრო ეკონომიურია. აი ასე, მე მგონი სულ სხვა ამბავია. კონსილერის შემდეგ სახე რაღაცნაირი უფრო სუფთა და ერთგვაროვანი გახდა. ეხლა მჭირდება წარბები. ვიყენებ აი ამ კატრისის პალიტრას, აი ამ ფერს. ეს არის
ლოყებისთვის, მაგრამ ყვრიმალებისთვის, მაგრამ წარბებზეც მშვენივრად ვიყენებ და მომწონს ეს ღია ფერი. ბოლო დროს მუქ ჭრილებს ვერ ვისვამ წარბებზე. არ ვიცი, მუქ წარბებს როდესაც ვიკეთებ, ვერ ვახდენ ჩემი თავის იდენტიფიცირებას. ასე ვთქვათ, ღია წარბებით უფრო მე ვარ. იმიტომ რომ ბუნებრივადაც არ მაქვს ძალიან მუქი წარბები. მე ესე ვთვლი. მე მომწონს ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოვებული. ტუჩისფერი კონტური. ვინც ხშირად მიყურებთ, ყველა მიცით უკვე ეს რა კონტურია და რა ნომერი. დაწერეთ კომენტარებში, ვიცი რომ იცით. მაგრამ ამ კონტურის მომწონს მარტო ის, რომ კარგად ისმევა, ძალიან რბილია. ლამაზად ჩდება, ფერი ლამაზია, ერთადერთი მდგრადობა საერთოდ არ აქვს. აი ხლა წავალ ვისაუზმებ და всё, აღარ იქნება ჩემი კონტური, შემეძლო ხა არც წამესვა. რა თქინდოდა, მაგრამ მაინც მომწონს და მიჩვეული ვარ. შემდეგ დავუბრუნდები ისევ ამ პალიტრას და ლოყებზე თუ რა ვიცი რა ქვია აი ამ ადგილს. აი აქ დავისვამ. სად ლოყებზე არა. ნახეთ როგორი ბუნებრივი ფერია. ძალიან მომწონს. კოსმეტიკის დატესტვის ვიდეო, როგორც იქნა უკვე დავდე ჩემს არხზე. ასე რომ ისაც არ გინახავთ და გაინტერესებთ, მოცემად ნახეთ. როგორც პირველი შთაბეჭდილება იყო კარგი, ასევე გაგრძელდა უკვე რახანია ვიყენებ ამ კოსმეტიკას, კატრესის ჭრილებს და კატრესის აი ამ პალიტრას, ასევე აი ამ ბლაშს. აბსოლუტურად ყველაფერს პრინციპში არც ერთში ჯერჯერობით იმედგაცრუება არ მქონია. რაც ვიყენებ, ანუ რაც დავტესტე იმ ვიდეოში ყველაფერს აქტიურად ვიყენებ მაგ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ და ძალიან მომწონს. მართლა გულწრფელად შემიძლია რომ გირჩიოთ. ერთადერთი როგორც ვთქვი ტუშზე, თად ხა ისე ძალიან არ გავგიშდი, მაგრამ ისე ცუდიც არ არის. ვისაც ბუნებრივად სადაც კარგი წამწამები გაქვთ გრძელი, ალბათ ძალიან კარგად აგიპრიხავთ, მაგრამ არის ისეთი ტუშები, რომ წაისვამ, თითქოს მართლა დაკრობილი გაქვსო წამწამებიო. ისეთი ეფექტი აქვთ, რასაც ახლა ამ ტუშზე ვერ ვიტყვი. ისეთ ტუშს არ ვიყენებ ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ მე მეზარება მაკიაჟის მოცილების დროს ტუშის მოცილება ყველაზე მეტად არ მიყვარს, რადგან მგონია რომ წამწამები ძალიან მიზიანდება. რაც შეეხება ჭრილებს, თქვენ წარმოიდგინეთ ჭრილების წამოღება დამავიწყდა. ჭრილები არ ჩამიგდია, აი მარტო აი ეს ჩავაგდე. ეს არის ღია ვარდისფერი ჭრილი და იძულებული ვარ მხოლოდ ეს გამოვიყენო. და კიდევ ვიყენებ ხოლმე აი ამ კატრესის კორექტორს, რომელიც ლოყებზე წავისვი, მაგასაც ვიყენებ ხოლმე და შემიძლია ბლაშიც გამოვიყენო ჭრილების მაგივრად, მაგრამ ჯერჯერობით არ დამჭირვებია ესეთი მაკიაჟი. აქ ძალიან ლაითად ვიხატები ხოლმე. ასევე ვიპოვე აი ესეთი ჩემს უჯრაში, აი ესეთი ძველი ჭრილები და აქედან ჭირდება მხოლოდ აი ეს ფერი. და ამ ფერით ვიკეთებ სტრელკის მაგვარ ხაზებს. ყოველდღიურად არც ლაინერის წასმა მინდა ხოლმე და ამიტომ ესე ჭრილებით პატარა ეფექტს ვაძლევ. ასე ძალიან მკრთალად და ბუნებრივად და შემიძლია აი აქ ის ყავისფერი ოდნავ დავიმატო. აი ასე. პრინციპში აქ შემიძლია დავასრულო ჩემი მაკიაჟი, ან დავიმატო აი ეს ყავისფერი ფანქარი. ცოტას დავიმატებ. ანუ მთლიანად არც წავისვი, ოდნავ წავისვი შუაში და შემდეგ აი ესე თითებით
გადავანაწილე და მარჩა. ასევე გამოვიყენებ კოდალის ჰიგიენურ ტუჩსაცხს, ჩვეულებრივი ტუჩსაცხის მაგივრად. ლამაზიც იქნება და ტუჩებსაც დამიტენიანებს. აი ესეთი მსუბუქი და არ ვიცი, ალბათ დამითანხმებით ძალიან ლამაზი და საყვარელი მაკიაჟი გამომივიდა. ყოველ შემთხვევაში მე ძალიან მომწონს. კიდევ ვიპოვე აქ აი ესეთი ტანის მისტი, გრეიფრუტის, ატმის მოცხარის და მოკლედ ძალიან ბევრი არომატის და ეხლა ეს უნდა დავისხებ კანზე. სასიამოვნო სიგრილე არომატული. მოკლედ ასე ლამაზად და არომატულად დაიწყო ჩემი დილა, მეგობრებო. ყველას უღრმესი მადლობა, რომ ეს დრო ჩემთან ერთად გაატარეთ. ეხლა კი წავალ საუზმე მელოდება. ყველას ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად.